დღეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში ტესტირებაზე დაწყებითი კლასის პედაგოგები გამოცხადდნენ. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრს ფუნქციები გაეზარდა. საგამოცდო ციებ-ცხელებაში პედაგოგები ჩაებდნენ. დღეს საატესტაციო გამოცდები დაწყებითი კლასის პედაგოგებმა ჩააბარეს. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა ტესტირება ქართულში, მათემატიკასა და ბუნების მეტყველებაში გაიარეს. ტესტირების მთავარი мотиваცია, როგორც პედაგოგები აცხადებენ, პროფესიული ცოდნის გაღრმავებაა, თუმცა ეკონომიკური ფაქტორიც მნიშვნელოვანი სეგმენტია. თავარი მაინც ეკონომიური შემოსავალია, როგორი ანაზღაურება გვექნება, იმისთვის ვწვალობთ ყველა, თორე ნამდვილად არ გავიდოდი შვილო ისე. ნამდვილად. ჩემთვის ყველაზე მეტი мотиваცია მაგე იყო, რომ ხელფას მოგვიმატებენ და ეს არის. გავკვეთილზე რომ შევდივარ, ის მოსწავლე კი ამოწმებს ჩემს ცოდნას, მაგრამ აქ უკეთესად მოწმდება, მე რა ვიცი და რა შემიძლია რა არა. ეს საშუალებას მაძლევს ვიყო ყოველთვის ფორმაში. თავარი мотиваცია ის, რომ ჩემი ცოდნას გამომემჟღავნებია და რა თქმა უნდა საათებისთვისაც მინდა რომ დამირჩეს საათები ამისთვისაც. საერთოდ ყველა ნებისმიერი ადამიანი ხელფასისთვის მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ხელფასი რომ არ მომემატოს, მაინც პედაგოგი კვალიფიცირებული უნდა იყოს ჩემი აზრით. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განცხადებით, პედაგოგთა გამოცდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაში მცირეოდენი კორექტირება შეიტანა. განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა იმ თვალსაზრისით, რომ რეგისტრაცია 1 საათით გვიან იწყება აბიტურიენტების, როცა პედაგოგების გამოცდა, შესაბამისად რეგისტრაცია 3 საათზე დაიწყება, გამოცდა 4 საათზე ამ დღეებში და გარდა ამისა დღეს იყო მაქსიმალური დატვირთვა, როცა მუშაობდა 24 სექტორი და ბავშვების შემთხვევაში დაახლოებით 12 სექტორია საშუალოდ რო ავიღოთ დატვირთული. დღეს ოზურგეთის საგამოცდო ცენტრი სრული დატვირთვით 24 სექტორით მუშაობდა. გამოცდაზე დასასწრებად რეგისტრაცია 323 პედაგოგმა გაიარა, მათგან სესიაზე 47 არ გამოცხადდა. ხვალ პედაგოგებს პროფესიული უნარების გამოცდა ელით.